ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი უკან დახევა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გზაზე. მართალია ბაიდენის რუმბივით გაგორებული ადმინისტრაცია, როგორც იტყვია, ნაწი გინდა შეიტანე და გინდა გამოიტანე, მაგრამ ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, მაინც ასიამოვნოა. მოკლედ, პენსიაზე გასვლამდე ერთი თვით ადრე, მოხუცმა ჯომ, როგორც იქნა, გადაწყვიტა ყური დაუგდოს ამერიკელების ხმას და თავისი 4 წლიანი ცისარტყელას პოლიტიკა ოდნავ დაამუხრუჭოს. მოქმედმა ადმინისტრაციამ გაიწვია თავისი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც უკრძალავდა სკოლებს ტრანსგენდერების გარიცხვა იმ სპორტული გუნდებიდან, რომელიც მათ დაბადებით თანდაყოლილ სქესს არ შეესაბამება. ანუ მარტივად რომ ავხსნათ, ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში სკოლის სპორტული გუნდები ვეღარ ეტყოდნენ ვარს ქალად გადაკეთებულ მამაკაცებს ქალების გუნდში თამაშზე. ეს ბუნებრივია უკიდურესად გაამწვავებდა ისედაც ძალიან მწვავე ვითარებას, რომელიც ქალთა სპორტში ტრანსგენდერების შეჭრის შემდეგაა შექმნილი. ვითარება კი შეიძლება ითქვას კრიტიკულია. ათასობით მიმდინარე სასამართლო პროცესი, ბოიკოტირებული თამაშები, ტრანსების წინააღმდეგ გამართული სპორტული აქციები და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ტრანსები ქალთა სპორტის მისაკუთრებისათვის სრულ კარტ-ბლანშს მიიღებდნენ, ბებერმა ჯომ შარშან აპრილში მოამზადა. თუმცა მას შემდეგ თეთრ წახში კანონპროექტით უკმაყოფილო ასეულობით 1000 ამერიკელის წერილი მიიღეს. ვითარება ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიცვალა. აღშფოთება იმდენად მძაფრი იყო, რომ პრეზიდენტს, რომელიც ტრანსებს ამერიკის სულს უწოდებდა, ინიციატივის უკან წაღება მოუწია. 150,000-ზე მეტმა ამერიკის მოქალაქემ როგორც იქნა გააგებინა მოხუც პრეზიდენტს, რომ ტრანსგენდერები, ანუ კაბიანი მამრები, რომლებიც ქალთა სპორტში ქალებთან ერთად ასპარეზობენ, ხშირად უფრო დიდები და ძლიერები არიან, ვიდრე მათი ჯანმრთელი კონკურენტები. ამერიკელებს, როგორც ხედავთ, წელიწად ნახევარი დასჭირდათ თავიანთი პრეზიდენტისთვის აეხსნათ, რომ ბიოლოგიურ კაცს ბიოლოგიურ ქალთან მიმართებაში აქვს უზარმაზარი, ხოლო სპორტში უსამართლო უპირატესობა. მოკლედ, კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციამდე შენარჩუნდება არსებული რეჟიმი, როცა სკოლებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ, სად ითამაშონ ტრანსგენდერებმა. ერთი თვის შემდეგ კი ყველა მიცის, რაც მოხდება. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამის მიხედვით, ქალების სპორტი სრულად უნდა გათავისუფლდეს კუნთმაგარი მამაკაცებისაგან, რომლებმაც კაცების სპორტში ვერაფერს მიაღწიეს და გადაწყვიტეს ქალებს მოპარონ ჩემპიონობა და მედლები. ბაბუა ჯო, რომელიც LGBT ადამიანების სიყვარულით გამოირჩეოდა და არაერთი მათთვის სასიკეთო კანონიც მიიღო, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, მანაც უკუღმართებს ზურგი აქცია. ბაიდენის ადმინისტრაციამ გაიწვია თავისივე კანონპროექტი, რომელიც სკოლებს ტრანსგენდერი ადამიანების გარიცხვას უკრძალავდა იმ სპორტული გუნდებიდან, რომელიც მათ დაბადების დროინდელ სქესს არ შეესაბამებოდა. აშშ-ს 2023 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, საშუალო სკოლების მოსწავლეთა 3%-ზე მეტი თავს ტრანსგენდერად აიდენტიფიცირებს. კვლევაში 20,000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის შედეგი LGBT პროპაგანდისა, რომელსაც წლებია ამერიკაში ახორციელებენ. LGBT პროპაგანდის ნაწილი იყო ბაბუჯოს მიერ შემოგდებული კანონიც, რათა ტრანსგენდერებს საშუალება მისცემოდათ სპორტულ შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა არა თავიანთი ნამდვილი სქესის, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელ გენდერს მიაკუთვნებდნენ ისინი თავს. ამჯერად ეს ნომერი LGBT მყარებლებს აღარ გაუვიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფაქტობრივად იძულებული გახდა ეს იდეა უკან წაეღო. ცოტა ხნის წინ მათ საზოგადოებას აცნობეს, რომ ამ კანონპროექტზე უარი თქვეს და ის ფედერალურ რეესტრში გააუქმეს. მავნებლური ინიციატივა 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა და მაშინვე საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან დიდი უკმაყოფილებაც მოჰყვა. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით და ფედერალური რეესტრის განცხადებით კანონპროექტმა 150,000-ზე მეტი ადამიანისგან უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. ამას ასევე დაემატა გენდერულ იდენტობასა და სპორტთან დაკავშირებული მიმდინარე სარჩელები, რამაც ადმინისტრაცია იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საკითხის ვითომ დარეგულირება ამჟამად აღარ განხორციელებულიყო. ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება აცხადებდა, რომ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი ქალები ფიზიკურად უფრო დიდები და ძლიერები არიან, ვიდრე მათი ქალი მეტოქეები, რაც უსამართლო უპირატესობას ანიჭებდა კაბაში გადაცმულ კაცებს. ეს რომ მართლაც ასეა, ბაიდენის LGBT ლობისტი ადმინისტრაციას ვეღარ უარყოფს. შედეგად კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილა და ფაქტობრივად ჩანასახად დარჩა. მაგალითები usამართლობის ბევრია. არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ბოლო დროის ყველაზე დიდი სკანდალი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხდა, სადაც მოკრივეთა შეჯიბრზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ალჟირელი იმანე ხალიფი და იტალიელი ანჯელა კარინი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დაწყებიდან 46 წამში იტალიელმა სპორტსმენმა პროტესტის ნიშნად ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. მისი განცხადებით ის საშინელ ტკივილს გრძნობდა ხალიფის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება უბრალოდ აღარ სურდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ხალიფი სრულფასოვანი ქალი არ იყო. საბოლოოდ ხალიფმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. LGBT ლობისტებმა კი მას კალთა გადააფარეს და განაცხადეს, რომ ხალიფი ნამდვილად ქალი იყო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საბოლოოდ ვერც ხალიფის ამბავი დაიმალა, მიუხედავად ამის დიდი მცდელობებისა. საბოლოოდ სიმართლე დოკუმენტურად დადასტურდა. ფრანგმა ჟურნალისტმა ჯაფარ ეიდ აუდიამ ხალიფის ფიზიკური გამოკვლევების ანგარიში მოიპოვა, რითაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ხალიფს XY კარიოტიპი აქვს, ხოლო ჰორმონული ტესტირებით მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ტესტოსტერონის დონე. ანუ საქმე გვაქვს ბიოლოგიურ მამაკაცთან ქალის ფიზიოლოგიური გადახრებით. მოკლედ რომ ვთქვათ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კრივში ოქროს მედალი კაცმა მოიგო. კიდევ ერთი ქალების სპორტში შეპარული იტალიელი ვალენტინა პეტრილოა. ვალენტინა 2019 წლამდე ფაბრიციო. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ კაცობა აღარ ყიდლავს და ქალთა სპორტში ისყובה. სოციალებში წერდნენ, თითქოს ქალებს მისი გასახდელში შეშვება არ სურდათ. მისთვის პერსონალური ოთახის მოწყობა კი სეგრეგაციას იწვევდა და უსამართლობა ყოფილა. საბოლოოდ პეტრილომ 2021 წელს ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ერთეული შემთხვევები და ეს ხდებოდა თითქმის ყველა სპორტში, მათ შორის ველორბოლაში, ძალოსნობაში, ცურვაში. ლია თომასი აწუყე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი მოცურავეა, რომელმაც 2022 წელს ამერიკაში სპორტსმენთა ეროვნული სტუდენტური ასოციაციის რამდენიმე ტიტული მოიგო, რა თქმა უნდა ქალთა შორის. თომასი 2019 წლამდე პენსილვანიის უნივერსიტეტის მამაკაცთა ნაკრებში გამოდიოდა. 2019 წელს კი მან ჰორმონოთერაპია დაიწყო და ჰოის აუცრებავ. კაცთა შორის არაფრით გამორჩეულმა მოცურავემ ქალების კატეგორიაში მედლებიც მოიპოვა. 2022 წელს ფრენბურთელი ქალი 17 წლის პეიტონ მაკნაბი სერიოზული ჯანმრთელობის დაზიანებით კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ტრანსგენდერი მეტოქის ბლერ ფლემინგის მიერ მთელი ძალით მოგერიებული ბურთი მას პირდაპირ სახეში მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. შემთხვევამ მის სპორტულ კარიერას ბოლო მოუღო და არათუ სპორტული ოცნებები დაუმსხვრია, არამედ ჯანმრთელობაც. ახლა უკვე ყოფილ სპორტსმენს გადაადგილება დღემდე უჭირს. 2 წლის შემდეგ მისი მშობლები სხვა ოჯახებს მოუწოდებდნენ არ ეტარებინათ გოგონების სპორტზე, რადგან ტრანსსპორტსმენები მათ შვილებს ასახიჩრებდნენ. შედეგად ფლემინგის შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო სარჩელი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ტრანს ქალის მაუნთინ უესტის ტურნირში მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ მისი მონაწილეობა შეჯიბრებებში უხეშად არღვევდა ქალთა სპორტში სქესის მიხედვით დაფუძნებული დისკრიმინაციის აკრძალვის კანონს. ყველა ნორმალური ამ ფაქტს დაეთანხმებოდა. თუმცა ბაიდენის მიერ დანიშნულმა მოსამართლე კეტო კრუსმა კოლორადოს ფედერალურ სასამართლოში დაადგინა, რომ ფლემინგს ქალთა გუნდში თამაში შეეძლო. მოკლედ შემთხვევათა რაოდენობა ულევია. შედეგად დაჩაგრულ ქალ სპორტსმენთა რაოდენობაც ანალოგიურად. ამერიკაში ტრანსგენდერთა უფლებები საარჩევნო წელს პოლიტიკურად ცხელი თემა გახდა. რესპუბლიკელები აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ, განსაკუთრებით სკოლის სპორტულ ღონისძიებებში ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობაზე აპელირებდნენ. ყველაფერი ტრამპმა შეცვალა, ჯერ სიტყვით, როდესაც ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს დაპირება გასცა, რომ LGBT მარაზმს დაასრულებდა. პირველივე დღეს ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომლითაც სკოლებს აეგრძალებათ კრიტიკული რასის, თეორიისა და ტრანსგენდერობის შესახებ სიგიჟის წახალისება. მე მივიღებ ისტორიულ ზომას, რათა დავამარცხო გენდერის იდეოლოგიის ტოქსიკური საწამლავი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ღმერთმა შექმნა ორი გენდერი, კაცი და ქალი. კაცებს არ დავუშვებ ქალების სპორტში. ხელს მოვაწერ კანონს, რომელიც 50-ვე შტატში აკრძალავს ბავშვების სქესობრივ დასახიჩრებას. მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი გახდა, საქმითაც დაამტკიცა, რომ LGBT უკუღმართობის დანდობა არ იქნებოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.
With the stroke of my pen on day one, we're going to stop the transgender lunacy. პირველივე დღიდან ვაპირებთ შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე. ტრანსგენდერებს მოვაშორებს შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან. LGBT ადამიანების დაკრუგზე ცეკვას ამერიკა აღარ აპირებს. შედეგად არა მხოლოდ ქალთა სპორტი, არამედ ბავშვები, მოზარდები და მთელი საზოგადოება დაისვენებს და ნელ-ნელა იმ ტრადიციულ და ჭეშმარიტ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა LGBT პროპაგანდისტების გამოჩენამდე ცხოვრობდა. ბოლოდროინდელ საერთაშორისო ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ქალმა სპორტსმენებმა ტრამპის დანაპირების შესრულების შემდეგ არა მხოლოდ ამერიკაში, მთელ მსოფლიოში უნდა ამოისუნთქონ. მაგრამ რა ეშველებათ უკვე დაზარალებულ და კარიერად დანგრეულ მოცურავეებს, ფრენბურთელებს, მორბენლებს, ათლეტებს, მოკრივეებს და ასე შემდეგ. სამართლიანობა სულ მცირე მოითხოვს, რომ ლია თომასმა, იმან ხალიფმა, ლინ იუტინგმა, ლორელ ჰაბარდმა და ასე შემდეგ ბიოლოგიურმა მამრებმა ქალებისთვის უკანონო წართმეული მედლები უნდა დააბრუნონ. მაგრამ რა ქნან იმან ხალიფის მიერ ნაცემმა ანჯელა კარინმა, რომელმაც ამ ლიბერალური შიზოფრენიის გამო ტვინის შერყევა მიიღო და კარიერა დაენგრა. რა ქნას რაიელ გეინსმა, რომელსაც 2 მეტრიანმა თომასმა მთელი სპორტული მიღწევები მოპარა. რა ქნან MMA-ში მოასპარეზე მამაკაცი მებრძოლის ფალონ ფოქსის მიერ ძვლებში დამტრეულმა სპორტსმენმა ქალებმა. სამწუხაროდ ვერაფერს იზამენ. წარსულს ვეღარაფერი დააბრუნებს. აწის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მომავალში მაინც მსგავსი სიგიჟე და არანორმალურობა აღარ განმეორდეს. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როგორც სიტყვიან, დრონი მეფობენ და არა ლიბერალური იდეოლოგიაო. ერთი წლის წინ მოცურავე გოგონამ რაელი გეინსმა რომ თქვა 2 მეტრიანი კაცი ქალებთან ერთად არ უნდა ცურავდესო და ქალების გასახდელით არ უნდა სარგებლობდესო, ტრანსებმა კიდევ ჩაქოლეს. დღეს კი დემოკრატებსაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ პოლიტიკას კი არა, ანტიადამიანურ შიზოფრენიას ახორციელებდნენ წლების განმავლობაში. დროებით.